მე მგონია რომ ეს სიმღერა იმიტომ გამოვიდა კარგი რომ ძალიან ახლოს არის ჩემთან, ჩემს გულთან. ალბათ სადღაც მეც მეხება და გულწრფელად ვიმღერე, გულწრფელად შევასრულე და ალბათ ამიტომაც გამოვიდა კარგი. სიმღერა არის სიყვარულზე, რომელიც მთავრდება, მაგრამ რჩება გულში ამბად, რომელი ამბებითაც ჩვენი ცხოვრება არის სავსე და ამავდროულად ძალიან საინტერესო. ამბების გარეშე საინტერესო არ იქნება არაფერი. ტექსტიც ზუსტად ის ტექსტი დამიწერა თემომ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად ის ტექსტი, რაც მე მჭირდებოდა, რაც ამ სიმღერას ჭირდებოდა, რა ვაიბი ჭირდებოდა, ზუსტად ესეთი ტექსტია დაწერილი, თან მარტივი, დასამახსოვრებელი, თან აი როგორი სიტყვები, ხე ჩემი უკვე ამ წინადადებით რომ უკვე ამ წინადადებით რომ მოიხიბლება და ჩემი გულით შენს გულს ვატარებ, ხო როგორი წინადადება, როგორი სიღრმისეული. ჩემი გულით შენს გულს ვატარებ. აი ძალიან სასიყვარულო და ძალიან ემოციური მისამხერი აქვს და ემოციური სიტყვებია. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ. თიკაფაცაციის კლიპის პრეზენტაციაზე შემხვდა ჩემი მეგობარი ლაზარე ადამია, რომელმაც აი ესე რაღაცა უცებ ნათი შენთვის სიმღერა მაქვს, აი რო არ ელოდები ესე. შენთვის სიმღერა მაქვს, რომელიც ძალიან მოგიხდებაო და იცი როგორი პერიოდი მქონდა, აი რაღაცა რომ ახალი აუცილებელი რომ იყო, აუცილებლად რომ ჭირდებოდა, ზუსტად ესეთი შეხვედრა გქონდა რა. ხო და მეთქი ოკეი ლაზი, აბა წავედით. ხო და მე დავაორგანიზე ძალიან მალე, იმიტომ რომ მწყურო და ახალი სიმღერა, მართლა, მთელი გულით. დავაორგანიზე ძალიან მალე შევიკრიბეთ და პირველი მოსმენაზე, აი ესე გულზე მომეფინა, აი აქ მართლა. აი ესე ჩამწვდა, ჩავიდა, მართლა ზუსტად ესეთი რეაქცია მქონდა, აი ესე ჩამეფინა და მივხვდი, რომ ეს სიმღერა მე უნდა აუცილებლად შემესრულებინა. დავაორგანიზეთ მალევე, ზაზახუბუკელას მალევე შევუთანხმდი. ეს სიმღერა მალე უნდა ჩამაწერინო მეთქისას და ბოლო 2 წელი ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთული იყო. ესეთი 2 წელი მე არასდროს არ მქონია, არასდროს. ეს იყო ასე ვიტყოდი კარმული წლები. ჩემი ვალი მოხდილია. იმედი მაქვს. ჯერ იყო და ბენდი დამეშალა, ჩემი საყვარელი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი, რომელთანაც ბევრი წელი მაკავშირებდა თანამშრომლობა, მეგობრობა, დავკარგე ხმა. ყველაზე დიდი სტრესი იყო ჩემს ცხოვრებაში, ერთ დღეს გავიღვიძე და ხმა არ მქონდა, მეგონა უბრალოდ ალბათ ვირუსია, რაღაცა მომივა ხმა და 2 კვირა რომ გაგრძელდა ეს ყველაფერი და რო აღარ დამიბრუნდა ხმა, მერე მივხვდი რომ რაღაცა არ იყო კარგად ჩემი ამბავი. გამოვიკვლიე და აღმოჩნდა რომ ხმის სიოგზე მქონდა პრობლემა. საოპერაციო გავხდი, გადავფრინდი სტამბულში, გავიკეთე ოპერაცია და აი ეს 1 წელი გაიწელა ხმა სანამ დამიბრუნდებოდა, მე 6 თვე სიმღერა არ შეიძლებოდა, ძალიან მინერვიულე, როგორია მომხერლისთვის, რომ გეტყვიან, რომ ხმის სიოგზე გაქვს პრობლემა და ანუ ხო ყველაფერი დასაშვებია, შეიძლება ვეღარ იმღერო ან წარუმატებლად დასრულდეს ოპერაცია, ან 1000 შიში წამოვიდა, მე იყო შიშები, ყოველხამე ყოველდილით ვიღვიძებდი, ძალიან მეშინოდა, რომ სულ ის ფიქრები მაწუხებდა, რომ ხმა რო აღარ დამიბრუნდეს, ისეთი ხმა რო აღარ დამიბრუნდეს, რამე შველება, იმიტომ რომ სიმღერა ჩემთვის მართლა ყველაფერია და 5 წრიდან სცენაზე ვდგავარ და ეს არის ჩემი სულიც, გულით, საქმიანობა და ყველაფერი, მთელი ჩემი ცხოვრება. და აი ამ შიშებმა ერთი პერიოდი ძალიან წამიღო სადღაც შორს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩემი ხმაც დავიბრუნე, ეს 2 კარმული წელიწადი დასრულდა და მე დავბრუნდი ჩემი ახალი ნამუშევრით, რომელიც ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემი მიზანია 2026 წელს, რომ რაც შეიძლება მეტი საავტორო სიმღერა შევთავაზო, ჯერ პირველ რიგში ჩემ თავს და მერე მსმენელს. იმიტომ რომ ამით მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, აი ეს არის ჩემი სამომავლო გეგმები.